მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, ჩვენ დიდი ხანი არ გაგეკეთებიეთ გაშლა სურვილის სასრულებაზე, ხო? ამიტომ მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ, ვინც უკვე დაუშვათ თქვენ სურვილები ჩაწერეთ, ვინც იყავით ჩემთან ტრენინგზე, ჩემო ლამაზებო, თქვენც ახლა შეგიძლიათ უკვე შეამოწმოთ, ხო? რა ენერგია აქვს ახლა თქვენ სურვილის რამდენად არის მზად იმისთვის, რომ უკვე რეალიზება მოხდეს მაგისთვის. და ვნახოთ ახლა რა დაგეხმარებათ კიდევაც და რა შეიძლება უშლის ხელს, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ ახლა ვართ მუნთმენლები და გინდა რომ ჩქარა, მაგრამ სივრცე არ არის ჯერ ხომ მზად მაგისათვის ვნახოთ და ასე შემდეგ ყოველთვის როგორც ყოველთვის მეკითხები გამზადებული მაქვს. ამიტომ მოდით ახლა ავიღოთ ეს ულამაზესი დასთა და ვკითხოთ ახლა ჩვენ ტაროს, აბა რას გვეტყვის ჩვენ სურვილებზე, რამდენად უკვე მზად არიან სურვილები, ხო, რომ აქ ვისრულდეს. ანუ, რა თქმა უნდა, პირველი კითხვა იქნება, ანუ რა ენერგია, ხო? როგორც თქვით, რა ენერგია უკვე აქვს ახლა თქვენს სურვილს. ვნახოთ ახლა რა ეხმარება თქვენი ჩანაფიქრის ასრულებას. ისიც ვნახოთ ახლა რა აფერხებს, ხო? ან რა უშლის ხელს, შეიძლება შინაგანი რამე შიშები გქონდეთ, ხო? შემდეგი ვკითხოთ ახლა როგორი მოვლენები როგორი მოვლენი დაახლოვებს რა სურვილის შესრულებას. ვკითხოთ რამდენად არის სავარაუდო სურვილის ასრულება. თქვენ თვითონ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ შეიძლება თქვათ, დააჩქაროთ ახლა, ეგაც შეიძლება რაღაც გავაკეთოთ და ნახოთ ახლა რა იქნება შედეგი ახლა მაღალი ძალების თვალსაზრისით გზავნილი მაღალი ძალებიდან. იცით რა არის? აქ არის იმპერატორი ქალი. ახლა პრინციპში თქვენ უკვე ხართ ისეთ ენერგიაში თვითონ, მიმღების ენერგიაში, თქვენ მზად ხართ იმისათვის, რომ ის რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, მიიღოთ თქვენ ცხოვრებაში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემო ლამაზებო, სხვათა შორის, იმიტომ რომ შენ თუ არა ხარ მზად, შენ თუ გაკ ეჭვია, თქვენ მაგალითად ახლა წამიკითხა ბევრი კომენტარებში, თქვენ წერთ ხოლმე, რომ დაუშვათ, ანუ კი ვნახოთ. აი ეს ვნახოთ, ეხლა ნახე, შენ რადგან უსმინე და კომენტარიც დაწერ, ესე იგი შენ რაღაცა მოგეწონა, შენ რაღაცა მიიღე, რაღაცა შენმა გულმა უკვე გითხრა, რომ ეს არის შესაძლებელი, რომ მოხდეს შენ ცხოვრებაში. მაგრამ შენ მაინც ეჭს უშვებ, გაიგე, რომ შენ მაინც იძახე, რომ ვნახოთ, რა ვიცი, ანუ ეს სამყაროს რას უცხადებ, ეს ჩემთვის არ არის, მაგრამ თუ მომცემ, კარგი, ანუ მაპატიე ცოტა მათხოვრული თემა, სამყაროს არ უყვარს ეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ რადგან შენ მოგივიდა სურვილი, აი თქვათ, იმისი რომ ეს უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში, უნდა შემოვიდეს შენ ცხოვრებაში, ეს არ არის შემთხვევითი, ხო? და ამიტომ მაგაზე ვნახოთ, ეს უკვე აი არ ვენდობი, ანუ ეს იგივეა, რომ ანუ შენ ლოცულობ ღმერთს თხოვ რაღაცას და მე რა ვიცი ვნახოთ აბა ღმერთი თუ შემისმენს, ხო? ანუ რანაირი რწმენა, აი რწმენა რას ნიშნავს, რომ მე თუ მჯერა, всё, მორჩა, ეხლა რას ქვია ვნახოთ, გამიგეთ? აი ისე არის სურვილებზე. მოგივიდა სურვილი, ესე იგი ეს შენ ცხოვრებაში უნდა მოხდეს, მაგრამ აქ არის შენზე დამოკიდებული, შენ როგორ ამბობ, მიღებულია, თანახმა ვარ, მიღებულია, მადლიერი ვარ, ხო? თუ ვნახავ, რა ვიცი, შეიძლება. აი, პასუხიც ეგეთია, მიხვდით? ხო და იგივე, მასეთი მოგივათ მე უკვე ის რა ქვია, პასუხი რა, პრინციპში რა, სწორედ თქვი რა. Так, всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ, ანუ პირველი კითხვა ჩვენ გქონდა, რამდენად უკვე მზად არის თქვენი სურვილი, რომ თქვენთან შემოვიდეს, ხო? აქ არის, ნახეთ ახლა, გვერდხების 10-იანი. 10-იანი ეს ყოველთვის უკვე რაღაცა რომ დასასრულია. ანუ აქ მაჩვენებენ რას, რომ თქვენ უკვე გაიარეთ საკმაოდ უკვე რთული პერიოდი, რთული რატომ არის? ახლა გეტყვით, იმიტომ რომ ეს даже რთულიც არა.
ну ზოგიერთი შეიძლება რთული იყო იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაუშვათ აი ელოდებოდეთ ნახეთ კიდე ახლა სირთულე რაშა შეიძლება მდებარეობს იმაში რომ შენ ხო უნდა მოითმინო ნახეთ ახლა არის ნახეთ რა მხოლოდ დათვი არის ხო შეიძლება თქვენ ჩაიფიქრეთ ძალიან დიდი თქვა სურვილი რაღაცა მნიშვნელოვანი თქვა ну დაუშვათ სახლის ყიდვა თუნდაც ახლა მანქანი ზოგისთვის ახლა მანქანას 15 სიყიდის თვეში და ზოგისთვის შეიძლება ადამიანი ოცნებობს და აგროვებს ფულს ან შეიძლება უფრო მაგარ მანქანას თქვა ну ეს მაგალითია, იმიტომ რომ შეიძლება სულაც გინდა თქვენ რა ვიცი მე გააჩინე ზოგს რა შეიძლება ჩანთა გინდა სიტყვაზე რაღაცა ან ბრენდული ან ისედაც ჩანთა გინდა ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი რაღაცა სურვილი და ყველა სურვილი ჩვენთვის რა თქმა უნდა რადგან სურვილია ესე იგი ეს არის მნიშვნელოვანი მაგრამ ისე კიდევ ერთხელ გეუბნებით სურვილი მაშინ აგისრულდება შენ თუ უკვე მიღებული გაქვს და გჯერა მაგრამ აქ თქვენ ეს გზა გამოიარეთ ძალიან აი ესე რო თქვათ მამაცად რა თქვენ ნამდვილად არ დანებდით თქვენ ნამდვილად იცით რომ რაც მე ჩავიფიქრე ის აუცილებლად ასრულდება იმიტომ რომ მე მაგას ვიღებ მადლიერებით და მე თანახმავარ ამიტომ რამდენად არის უკვე თქვენი სურვილი ანუ მზად აი მზად არის რა იმიტომ რომ 10-იანი გვერთხების ეს მომავალიც ხო ვიცით ჩვენ ახლა ნუ ვინც დაროს ჩემთან სწავლობს კი იცის და ამიტომ იმის ვერ უკვე ტუზე მოდის ტუზე ეს არის უკვე всё სურვილის ასრულება 1000%-იანი ანუ მომავალი გეხსნება გამიგეთ ამიტომ თუ თქვათ ახლა რამდენად მზად არის ეს სურვილი კი ბატონო უკვე რეალიზება ძალიან აქვე არის რა რო იტყვიან რა უკვე კართან არის რა ნახოთ ახლა რა ეხმარება ხო ანუ თქვენი სურვილის ასრულებას, თქვენი ჩანაფიქრის ასრულებას, ანუ თქვენი ძლიერი მხარეები ვნახოთ და კი ბატონო, რა ეხმარება და ზუსტად ხმალების რვიანი. აქ ზუსტად ეს მომენტი გეხმარებათ, რომ თქვენ წარამარა მაგას არ ამოწმეთ. ეს რას ნიშნავს? ნახეთ, გეტყვით კიდე ახლა ცოტას ვინც კიდე ვიმეორებ იყო ჩემთან ტრენინგებზე, კი იცით თქვენ რასაც ვამბობ და ნუ გავიხსენოთ ერთად, ხო? ანუ ესე იგი რა გეხმარება, როცა შენ დაუშვათ ახლა აი ყვავილის თქვათ, გინდა რომ ყვავილი გაამრავლო, თქვათ, ხო? ნუ შენ რა შვები, ესე იგი, ანუ დებს წყალში, ხო? ნერგს და ელოდები, როდეს წამოვა ფესვები. ეხლა შენ თუ დაუშვათ ყოველ დღე მიხვალ და ამოიღებ და ხედავ, ჩადებ, ამოიღებ და ხედავ, ჩადებ, ეხლა რა გამოვიდა, ხო? ნუ ყოველ დღე არა, რაღაცა დროს მაინც აძლევ იმისათვის, რომ ეს სურვილი, ნუ კი ეს სურვილიც. ანუ ეს მოგცეს მაგან ფესვები. ან დაუშვათ ჩანერგი ყვავილები, ხო? ან ეხლა თქვა, ნუ არა აქვს მნიშვნელობა რა ჩვენ ველოდებით რაღაცა ვიცით რომ რაღაცა პერიოდი უნდა გავის. ან ხეს რო ვნერგავთ, ნახეთ, ხეს ნერგავთ, ჩვენ რაღაცა პერიოდს ველოდებით, ჩვენ მაგას არ ვთხრით და ყოველ წუთში არ უყირობ. აი არის რამე ნაყოფი, არა, ვიცით ჩვენ რომ დრო უნდა გავიდეს, ჩვენ დავნერგეთ, წავედით ჩვენ საქმეებს ვაკეთებთ, ხო? მერე უკვე უნდა გავიდეს რაღაცა პერიოდი იმისათვის, რომ თქვათ, მან მოგცეს თქვენ ნაყოფი. აი ეს არის ზუსტად რომ თქვენ გეხმარებათ ის რომ თქვენ არ ამოწმენთ წარამარა თქვენს დაუშვოთ ახლა საბანკო ანგარიშებს თუ თქვათ ფულზე ფიქრობ ხო ან კიდე სხვა რაც ჩაიფიქრეთ უბრალოდ თქვენ აი აქ როგორც გითხარით ჩაიფიქრეთ იმიტომ რომ ხმალებიც ეს ხო ჩვენი გონება ჩაიფიქრეთ ანუ ხმალებით ან აქ ნახეთ ქვემოთ წავიდე всё მივენდე მე ყველაფერს და წავედი ჩემ საქმეს ვაკეთებ რა იმიტომ რომ მე ვიცი არწივი ხო დარწმუნებული ვარ იმაში რომ ეს ყველაფერი ისედაც უკვე ასრულდება აი ეს არის თქვენი მაგა აი რო ძლიერი მხარე იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ რომ დაელოდოთ უბრალოდ ჩავიფიქრე გადავდე ჩემ საქმეს ვაკეთებ ეს არის თქვენი ძლიერი მხარე რომელიც თქვენთვის არის ну, მნიშვნელოვანი რა თან პლუს კიდე არ ბლოკავთ ამ სიტუაციას, უშვებთ იმ აზრს, რომ კი, ეს სურვილი რადგან, ну, როგორც ვთქვით, ჩვენ რადგან მე ჩავიფიქრე, ესე იგი ეს ჩემი არის, კი ბატონო. ეხლა ნახოთ რა შეიძლება აფერხებს, ან უშლის ხელს დაუშვოთ, ხო? შინაგანი შეიძლება შიშები, ну, პრინციპში მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ თქვენზე, ეხლა აქ არის 6-იანი აქ ერთადერთი რა შემიძლია ვთქვა, იცით, რომ მაინც ახლა არჩევანის არკანი არის და შეიძლება, მაგრამ აი აქ რაღაცა პატარა პროცენტს შეიძლება გქონდეს მომენტი, აი იმისი, რომ არ ვიცი, აი ზუსტად ეს ვნახოთ.
გამიგეთ, რომ თან მჯერა დღეს მჯერა, ანუ არჩევანი რას ნიშნავს? ჩვენ ყოველ წუთში ვიღებთ არჩევანს. დავლიო წყალი, არ დავლიო წყალი, მე მეზარება ავდგე და მე დავლიო, ხო, არჩევანი არის სიტყვაზე, ხო? ანუ ის რა ქვია და ამიტომ არის, ანუ დივანზე ზიხარ, ახლა ავდგე თუ არ ავდგე, ეგაც არჩევანია, გამიგეთ, ანუ ელემენტარულია. აქაც შეიძლება თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ დაუშვათ დღეს მე მჯერა, კი არჩევანი გავაკეთე იმის რომ მე მჯერა, მაგრამ არის ეს მომენტები, რომ შეიძლება ხვალ რაღაცა სიტუაციები ისეთი შეიქმნას, რომ ამბობ, რომ რა ვიცი, აღარ მჯერა, რა ვიცი მე და ანუ არჩევანი შენ დაიჯერებ თუ არა, მიიღებ თუ არა, ეგაც არის რა. ნუ შეიძლება აი ესეთი ცოტა მერყეობა გქონდეთ, მაგრამ ეს ყველას არ ექნება, იმიტომ რომ უმრავლესობას ამ ძალიან ულამაზესი არის 6-იანი რა ქვია, შეყვარებულების არკანი, ხო? აი აქ უკვე შემიძლია თქვა, რომ თქვენ პრინციპში აი არაფერიც არ ამგონია აქ, რომ რაღაცა თქვენ კიდე აფერხებდეს რამე, იმიტომ რომ აქ უკვე დალოცვილი არის ეს კი, არა. აქ უბრალოდ თქვენ ახლა პრინციპში არც არაფერი არ გაფერხებთ და უბრალოდ ეს მომენტი, რომ თქვენ თვითონ უკვე ხართ იმ სურვილში. აქ უეჭველი იქნება ეს გაშლა იმათვის, ვინცაც იცის რა, ეს სურვილები როგორ უნდა ჩაიფიქრო, როგორ უნდა რა გზა უნდა გაიარო იმისთვის, რომ ასრულდეს, ნუ უეჭველი. ვნახოთ ახლა შემდეგი კითხვა გვაქვს, ანუ რომელი მოვლენები დაახლოებს, ხო, ამ სურვილის შესრულებას, ვნახოთ. ანუ რა შეიძლება შეიცვალოს, თქვათ, ახლა რაც ცვლილებები შეიძლება ქონდეს უახლოს პერიოდში. ანუ რა მოვლენები. ახლა ნახეთ რა საინტერესო არის რა. რა დააჩქარებს, აი ზუსტად რასაც ვთქვი პრინციპში, რომ თქვენ აქ არ ინერვიულებთ, აი თქვენ რაცაც უფრო მეტად გაუშვებთ, იმიტომ რომ ნახეთ ახლა სამიანი არის აქ ხმალების, სამიანი ხმალების ის არის, როცა მე ნერვიულობ იმაზე, რასაც მე ვთქვათ, რაშიც მე ვდებ ენერგიას, რაშიც მე ვდებ თავის დროს და ეს არ ხდება, ხო? მაგრამ ჩვენ ვეკითხებით, რომ რა პირიქით, რა მოვლენები შეიძლება თქვათ, თქვენი სურვილი, ანუ დაახლოებს, ხო? აი ზუსტად ეს იქნება, რომ თქვენ არ ინერვიულებთ. ანუ ნახეთ, გეტყვით კიდე რა, აი ნახეთ აქ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. აი სიტყვაზე თქვენ ახლა ჩაიფიქრეთ რა, თქვათ, გჭირდებათ ფული რამისთვის, ხო? ნუ და ნახეთ როგორ წავა მომენტები, როგორი მომენტები დაიწყება. ეს ყოველთვის სამყარო გვამოწმებს ჩვენ ყოველთვის, მაგრამ ჩვენ თუ არ ვიცით, რომ ეს გამოწდა, ასე რომ ვთქვათ, ხო? ჩვენ შეიძლება მე გადავარდეთ აი ნერვიულობაზე დარდზე. ეხლა ნახეთ რა ხდება. როცა მოდის აი ვთქვათ, შენ ჩაიფიქრე, შენ გჯერა, შენ იცი რომ ეს არის შენი ეს სურვილი, მაგრამ შენ ახლა უახლოვდება სიტუაციები და არაფერი არ იცვლება, უარესდება. ნახეთ, სიტუაციის გაუარესება მოდის და ანუ შენ უკვე ზიხარ როგორ იცი რომ იმის მაგივრად რომ მე რაც ჩავიფიქრე უკვე მოხდეს და კიდე რაღაცა მოვლენები მემატება, ანუ ვთქვათ, ნუ ან დაუშვათ კიდვალი დაგედო, ან რაღაცა ისეთი, მოდი ახლა არ მინდა რომ ვთქვა პირიდან, უბრალოდ ხა თქვენ რომ არ იფიქროთ მე ნეგატივზე. უბრალოდ ვამბობ, რომ რაღაცა უარყოფითი თქვენი დაიჭირეთ ფიქრები, ხო? რომ აი მე ნახე იმას აუსრულდა, მე არ მისრულდება, მე უიღბლო ვარ, მე ასე ეს. აი ეს არის ზუსტად, როცა მოვა ეს პერიოდი, რო თქვენ დაჯდებით და ინერვიულ, აი აქ ზუსტად არ უნდა ინერვიულო, მიხვდით? ეს ნიშნავს რას? აი გეტყვით მე თქვენ თუნდაც მაგალითზე. ბევრჯერ მქონია ეგეთი სიტუაცია, რომ თქვა, ნუ როცა მეცხოს უმაკ თემებზე ვარ, ეხლა თანხებსაც გააჩნია, ხო, სიტყვაზე. აი მოგივიდა რაღაცა თანხა, ხო? და ფიქრობ, რომ ეხლა თქვათ, მე მაგ ესეც გასაკეთებელი, იქაც გასაცდომრებელი მაქვს, ხო, ეს თანხა, მაგრამ მე მჭირდება ეს თანხა სიტყვაზე, მაგრამ უცბად გადმოგიხდა სიტუაცია ისეთი, რომ ეს თანხა შენ უნდა დახარჯო, თქვათ, ვინმეზე. ან ნუ სადაც აი გაუთვალისწინებელი რაღაცა გამოჩნდა. ეხლა შენ ზიხარ უკვე მაგ მდგომარე და ფიქრობ, ღმერთო, ეს მომივიდა თანხა და ამით მაინც რაღაცას გადავფაროდე, მაგრამ ესაც რომ მნიშვნელოვანია რა გავაკეთო. აქ არის გამოცდა, რას იზავ.
შენ თუ სამყაროს ენდობი, შენ თუ იცი, რომ რასაც შენ ჩაიფიქრე, ის აუცილებლად აგისრულდება, შენ ღმერთი მოგცემს ყოველთვის, იმიტომ რომ შენ გაქვს ახლა კეტილი ძრახვები და ნამდვილად უნდა მოგცეს, ხო უნდა მოგივიდეს ღმერთი ჩვენსკენ არის ყოველთვის, აბა ტყივა ხო არა ღმერთი ჩვენსკენ. და ანუ რას იზავ, თუ შენ დაუშვოთ, ეხლა შეგეშინდება და ამ თანხას არ დახარჯავ, ისეც ახლა მე კი არ ვიცი, ხოლმე გადააგდო რაღაც, აი თქვა, მნიშვნელოვანია სიტყვაზე, თქვა, მოგივიდა ისეთი სტუმარი, რომ თქვა, სუფრა უნდა გააკეთო სიტყვაზე, ხო? და შენ ფიქრობ, რომ ამი გადასახადე, მაგ ღმერთო, რა ვქნა, ეხლა აქაც არ შემიძლია, რომ რამე არ გავაკეთო, ხო? აი მაგ დროს ხო? ვითომ უაზრო ვიტყვი, აი წყავას დავალევინებ და აქ გადასახადები მაინც გადავიხადოთ, მაგრამ ისეთი სტუმარი, რომ არ შეგიძლია მარტო თქვა, ეხლა ძალიან ძვირფასი შენთვის, ხო? ხაჭაპურიც გინდა დააყოლო სიტყვას. აი რამდენჯერ გამიკეთებია, ეხლა სხვადასხვა სიტუაცია მსგავსე. და მithქვია, რომ მე მჯერა სამყაროსი, მჯერა და თქვა, მიყიდე ეს ყავა და ხაჭაპური და იმ საღამოსვე, იმ დღესვე მოსულა კიდევ თანხა ზუსტად იმხელა, რამდენიც მე მჭირდებოდა თქვა იმ სხვა თემებისთვის. მიხვდით? როცა აი ადრე, როცა ეს არ ვიცოდი, როცა დაუშვოთ ეს არ გამიკეთებია, მართლა ვაფშე აღარაფერი შემოსულა. ის ფულიც დამიკარგია. მიხვდით? ეს მე არ გეუბნები თქვენ არაფერს, რაც არ შემიმოწმებია. ნამდვილად ვიცი, რომ ეს ასე მუშაობს რა. კიდე ერთი ნიუანსი დაიმახსოვროთ, თუ დაუშვოთ თქვენ თქვით სიტყვაზე, მე მინდა ვიყიდო ჩანთა. ან ფექსაცმელები, აი ჩემთვის მინდა. მჭირდება თქვა 100 ევრო. მოდით ასე თქვა. 100 ევრო, აი მომეწონა ჭკუაზე, არა ვარ ისე მინდა. და აი всё უკვე ვყიდო. და უცბად მოულოდნელად ვიღაცამ თქვა, ეხლა ან გაჩუქად, ან გადაგიხადათ ხელფასი, რაღაცა მოხდა, მოვიდა ზუსტად ეს თანხა. და შენ ამ დროს კიდე სხვადასხვა რაღაცა, ჩვენ ეს ყოველთვის გვაქვს რაღაცა სხვა კიდე ხარჯები, ხო? რაც აუცილებელი სიტყვაზე. აი აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი. უნდა აიღო და ეს ჩანთა იყიდო. მოგივა ფული აუცილებლად იმ რაღაცებისთვის. არ იყიდე, ჩათვალე, რომ საერთოდ აი კაი ხანი კიდე გაჩერდება ნაკადი. რატო? შენ რო ეუბნები, ეს იგივე, ნახეთ, აი ბავშვი მოდის და გეუბნება, დედა, მე მინდა ვიყიდო, თქვა, კანფეტი მინდა ვიყიდო, ხო? შენ აძლევ მაგას წადეშვილო იყიდე კანფეტი. ის წავიდა იყიდა ბუშტი. მოვიდა მეორე, დედა, მინდა რომ ისე რა ქვია კანფეტი. მე ხო მოგეცე შენ. შენ რა გააკეთე ახლა? ახლა წადი და აი ბუშტი ახლა ისე რა ქვია, გაბერე და წარმოიდგინე რომ ეს არის შენი კანფეტი. ეს კი შეიძლება ზოგი ახლა 15-ჯერაც მისცემს, მაგრამ მე 1015-ჯერ მაინც იტყვი, რომ რამდენჯერ კანფეტი ერთხელ მაინც იყიდე, ხო მოგეცე, ხო? და უკვე შენ შეაჩერე. ხო დაუშვოთ, აღარ მოგცემ, აი შენ რო ხა 15-ჯერ მოგეცე და ერთხელ არ გიყიდე კანფეტი, რატომ ატყუებ? გამიგეთ, აი მაგალითს გეუბნებით, რომ თქვენ ახლა წარმოედგინეთ სამყაროს როგორ მუშაობს. არაფერი აქ ახალი არ არის. როგორ ჩვენ ვცხოვრობთ, ისე სამყაროს ჩვენ ესე გვექცევა. ამიტომ ეს პერიოდი, რომელიც თქვენ გულს გატკენს, თქვა, აი რომ შიში გექნება, რომ არაფერი გამოდის, არაფერი არ შემოდის, აი ეს იქნება თქვენთვის ძალიან კარგი, რომელიც დაიწყეს ცვლილებას. შენ თუ ამას გაუძლებ, წავა ცვლილებები მერე. აი ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ დავუთმე მაგას ამდენი დრო. ახლა ნახოთ, ესე იგი რამდენად არის, თქვათ, ეს სურვილი, ამ სურვილის ასრულება რამდენად არის. ახლა ბედის ბორბალი. აქ რა სავარაუდო არის? აქ ყველა ვარიანტში სურვილის ასრულება მოდის. ამდო აქ даже ვარაუდიც არ გჭირდება ჩვენ რა, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში ეს არის სურვილის ასრულება, იმიტომ რომ ბედი ერევა თვით მაღალ ძალებსაც უნდა რომ ეს სიტუაცია თქვენი ეს მტკივნეული შეიცვალოს და უკვე თქვენ რა თქმა უნდა მიიღებთ იმას, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ. ეს აქ არის გვეჭველი პრინციპი, ხა დაჟევდეს. კი, აი აქაც ვაი, რასაც სწავლია, ნახეთ, ბედის ბორბალი არის და ბედის ბორბალმა ამოვიღე, მეთქი დავამოწმო და ისე ბედის ბორბალი, всё.
აქ ბეჭედი დარწმულია, იმიტომ რომ თქვენ გაუძელეთ, ყოჩაღები ხართ თქვენ, ხო, თქვენ სურვილზე. თუ ეხა ახალი ჩაფიქრებული გაქვთ, ესე იგი მიხვდეთ, ხო, ინსტრუქცია მიღებული გაქვთ, იცოდეთ რა. რომ ბედი გეუბნება, ჩვენ შენსკენ ვართ, რომ არ შეგეშინდეს ჩვენ, აქა ვართ რა. ნუ ნახოთ ეხა რა არის ეხლა მნიშვნელოვანი, რომ თავად გააკეთო, თქვათ. რა არის და აი თასების რვიანი, რაც გითხარით. გჯეროდეს, არ ინერვიულო გჯეროდეს, რომ ის სურვილი არის შენი, იმიტომ რომ ამის მერე მოდის რა, ცხრიანი, ხო, თასების ვიცით და ამიტომ ეს არის უკვე 1000%-იანი სურვილის ასრულება. ამიტომ შენ რა უნდა გააკეთო, რაც ვილაპარაკე ამდენი ხანი, აი ეს უნდა გააკეთო შენ. აგერ არის შენი ვარსკვლავი, აგერ არის წესარტყელა. ხო ვიცით ჩვენ წესარტყელა რო არის, ჩვენ ვირაშვებით სურვილი, მოდი ჩავიფიქროთ, ხო? ბავშვობიდან ვიცით ეს რაღაცები. ნუ ნახოთ ახლა უკვე შედეგი, ხო? შედეგი ამ სიტუაციას. ხმალების 10-იანი, აი აქ არ ვიცი რა, ძალიან მიხარია, მე გითხარით 10-იანი ეს არის საერთოდ არის დასრულება. ხმალების 10-იანი არ არის ცუდი ენერგია, იცოდეთ, თან ამ კონტექსტში, იმიტომ რომ ეს უკვე განთავისუფლება. ანუ მე რაც შემეძლო, მე ყველაფერი გავაკეთე მაგისათვის, ხო? მე უკვე აი საერთოდ მორჩა, всё, გამთავისუფლდი, ნახეთ, აქ რამხელა ენერგიები, გამთავისუფლდი, всё, მე მივენდე ბოლოს საბოლოოდ უკვე მაღალი ძალების ღმერთს მივენდე ეს ჩემი სიტუაცია და რა თქმა უნდა ეს სიტუაცია დასრულდება სიტუაცია რომელიც იყო ანუ დიდი ხანი გაგრძელებული რა თქმა უნდა ნახეთ გამოდიხართ თუ სპექტაკლით всё ანუ ყველა ვარიანტში უკვე რაც ნახეთ 10-იანი რას ნიშნავს ხმალების ტვინი, რასაც მე ვფიქრობ, ეს არის დაძაბული სიტუაცია, რომელიც ახლა უკვე მე როგორც ადამიანმა ყველაფერი ვიფიქრე, ენერგია ჩავდე, იმდენი, რომელიც უკვე აღარ всё, მე არ ვიცი რა გავაკეთე, მარტო ნუ ახლა ველოდები ღმერთისგან, ხო, რასაც ჩვენ თქვით და აი ზუსტად ეს ნახეთ, რაც გონებრივად მქონდა, რაზეც მე ვფიქრობდი დიდი ხანია, ხო და თავში აი აქ მეჭირა, შეიძლება ნუ რა თქმა უნდა, ახლა ნერვიულობთ, ახლა არის ეს პროცესი დასრულდება პენტაკლების ტუზი არის, რაც დედამიწაზე, ნუ მიწიერი ენერგია, ხო? აი აქ უკვე 1000%-იანი ასრულება, ხო? თუ მე დავუშვოთ სახლი ჩავიფიქრე, მე ამაზე ვფიქრობდი, ეს ნუ გავაკეთე ყველაფერი რაც საჭირო და უკვე სიტუაცია იცვლება, всё, შენ იფიქრე, всё, გადმოტრიალდა, ფიქრობდი, გადმოტრიალდა და ასრულდა. მიხვდით? ძალიან მაგარი გაშლა იყო, გელოდებით კომენტარებში რას მეტყვით თქვენ და მე რა თქმა უნდა გისურვებთ რომ ყველა თქვენი სურვილი აგისრულდა და იყოთ უბედნიერესები.